შენ მე მომიწოდებ რომ დავემონო ბიზნეს. მაგ მოწოდებაში არასდროს არ დაგემორჩილე. შენ რატო არ ხარ გაბრაზებული? ეს ძალიან კარგად იცით. შენ რატო არ ხარ გაბრაზებული? დროებითი კედელია მაშინ შენსკოსთან რატო არ გვაჯარიმებდი მაშინ კაცო? მიყვირი ხარ. შენ რატო არ ხარ გაბრაზებული? რატო არ ხარ გაბრაზებული? ნუ გვეჭიდავები და ძალიან ხარ დავემორჩილე. არ დაგემორჩილე. ბიზნეს მონობაში არ დაგემორჩილე. დაწლადი. განსხვავება რა არის? ცესკოს კედელსა და ამას შორის. ცესკოს კედელსა და ამ კედელს შორის რა განსხვავება? ერთი განსხვავება მითხარი სამართლებრივი და გაურკვეველი. კარგი გასხო მოგასხო აი მაგაშვები ბარბარე ნიცხეცმა კარგი რა დიო არ დადავაწე რამდენი პროტესტის ძალიან ცუდად იქცე შენ მიფაცებს სახელმწიფო როგორ იქცე ძალიან ცუდად იქცე ასი პოლიციელი მოგიწოდეს და არ ემორჩილე ასი პოლიციელი მომიწოდეს მონობისკენ და არ ეგისებს მაგას გაგიგე ჯობია რომ შენ კედელზე გაკეთების უფლება გვაქვს ჯობია რომ შენს გაბრა კანონი ამას მეუბნება მონობას გეთავაზობენ დროებით კედელზე გაკეთების არა მაგ გოგო კარგი მაშ ასე თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალყურს თუ რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე შეგახსენებთ სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ პარლამენტთან. მათ გააპროტესტეს კარასინი აბაშიძის მოლაპარაკებები და ქართული ხარის პოზიცია, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ დამალა. ელენე ხოშტარია სურდა გაეკეთებინა გარკვეული წარწერები პარლამენტთან აღმართულ რკინის ღობეზე, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. თუ არ ვცდები, აქციის რამდენიმე მონაწილე არის დაკავებული. დაახლოებით ალბათ ორი აქტივისტი დააკავეს ამ წუთებში სამართალდამცველებმა. თქვენ ამას კადრშიც ხედავთ. ჩამოვალთ, იყავი, მან ვიყავი, ჩამოვალთ. როზე მოდი აქ სამოქალაქო აქტივისტები ისევ ბრუნდებიან და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელთან. აი გოგო არის ოსუა. გამიდი და სასწრაფო მოუყვანე. გაიგე? დროებით კედელზე არ წერდნენ და ყო უბრალოდ რომ დააკავეთ. ვინ დაიჭირეს? შუშანა და ნათი. ათია? ხო. აუ, ის ჩამო ოპერატორი სად არის? ეს ამ სინქრონი მინდა, მოდი რა.
ჩაგვეწერებით ქალბატონელენ რა მოხდა და რის გამო რა მოხდა და აბსოლუტურად აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი ქართული ოცნების მხრიდან პრაქტიკულად გავრილობის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი, აქ დროებით კედელზე ვაწერთ 20% რუსულ საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. არაფერი ამაში ახალი არ არის, პროტესტი მაინც ვერ გააჩერებენ, მაინც მიიღებენ საბოლოო ჯამში იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას. აპირებს რომ გადაინაცვლოთ კიდე სადმე. გეგმებთ ნახავთ თავად. რა თქმა უნდა. იმედს არ ვეწერები. იმედს არ ვეწერები. იმედს არ ვეწერები, იმიტომ რომ თქვენ ხართ დავით გარეჯის საქართველოს ავტორები. სხვაებიც არიან, აქ ხოების კითხვებზე გავცემ პასუხს. მოდის გიხნე, რატომ დამავა? რატომ დამავა? არ ვეწერები. რატომ დამავა ქართულმა მხარემ? იმიტომ დამავა რომ ქართული მხარე მოქმედებს უნისონში ქართულ ოცნებას რუსულ სახელმწიფოსთან. და ესეთი არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ერთ და იგივეს. გარდა იმისა, რას ამბობენ, არ დაიჭერეს და არ დაასახიჭრეს ხალხი, დაზარალებულათაც არ არიან ცნობილი, არავინ დასჯილი არ არის, იმიტომ რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის დაკვეთით.